მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო პატარებო, თქვენს და ყველა შენს მაყურებელს, პატარებს, დიდებს. დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა არის მოთხრობა სამი ძმა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო სამი ძმა, უფროს იოანე ერქვა. შუათანას ლუკა, პატარას კი გიორგი. ბიჭები სახლში ომობანას თამაშობდნენ. ხან ოთახში დარბოდნენ, ხან ეზოში, ხან ბაღში. ერთმანეთს ემალებოდნენ და ესროდნენ. თამაშის დროს შუათანა ძმა სარდაფში ჩავიდა დასამალად და თამაში გართულმა, ისე რომ ვერც კი შეამჩნია, ღვინის რამდენიმე ბოთლს დაეჯახა და ძირს გადმოყარა. ბოთლები დაიმსხვრა და ღვინო დაიღვარა. ამ ხმაურზე იოანე და გიორგიც ჩავიდნენ შუათანა ძმასთან, რომ ენახათ რა მოხდა. ბავშვები ფიქრობდნენ თუ როგორ ეთქვათ მამისთვის ეს ამბავი. გრძნობდნენ რომ დანაშაული ჩაიდინეს. შუათანა ლუკა ამბობდა: მე მაშინ კი არ დავაშავე, როცა ბოთლები გადმოყარა და დაიმსხვრა, არამედ მაშინ, როცა სარდაფში ჩამოვედი სათამაშოდ. მამამ ხომ გითხრა, რომ სარდაფში ფრთხილად უნდა ყოფილიყავით და არ უნდა გვეთამაშო. ბიჭები საფიქრაში ჩაცვიდნენ, არ იცოდნენ რა მოხდებოდა, მამა რომ დაბრუნდებოდა. ეშინოდათ რომ მამა ეჩხუბებოდათ. ამ დროს პატარა გიორგიმ თქვა: მოდი იცი რა ვქნათ? ეს ბოთლები ისე დავაწყოთ, არ ეტყობოდეს რომ აკლია. იქნებ გაშრეს კიდეც დაღვრილი ღვინო, სანამ მამა სარდაფში ჩამოვა და ჩვენც გადავრჩებით. მისი გადაწყვეტილება კარგი იყო? რატო არ იყო კარგი აბა მისი გადაწყვეტილება? იმიტომ რომ მამა მაინც გაიგებდა. და აი დავუშვათ მაინც რო ვერ გაეგო, კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა? არა. რატომ? იმიტომ რომ უფრო უკეთესი იქნებოდა თუ ეტყოდი. კიდე რატო არ იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება? იმიტომ რომ მამას მოატყუებდნენ. ცოტა ჩაეთვლებოდნენ. ინერვიულობდნენ. ინერვიულებდნენ, სიმშვიდე არ ექნებოდათ იმის გამო, რომ მოიტყუებოდნენ, ხო, ლუკა? ესეთი გამონათქვამი არის, რომ ტყუილი ყოველთვის გამჟღავნდებაო და ანუ მოკლე ფეხები აქვს, ხო? ხო და ანუ მაგალითად ეხლა დიდი ხანი რომ ანუ შერთავიდან სხვა ბოთლები რომ დაეცალათ და ბოლოს ხო ანუ სტუმარი რომ მოვიდოდა ხო ოდესღაც მაინც ხო მოუნდა ანუ ხო დაიცლებოდა და იმ ბოთლის დრო ხო დადგებოდა და ხო მაინც მიხვდებოდა რომ ხდებოდა აბარა შუათანა ლუკამ კი თქვა არა მე მგონი მაინც მიხვდება მამა მოდი იცი რა ვქნათ აი რასაც შენ ამბობდი მაინც მიხვდება მამა მოდი იცი რა ვქნათ მამას უთხრათ რომ ვითომ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა ვითომ სარდაფში საერთოდაც არ ყოფილვართ იოანე მოусმინა უმცროს ძმებს და უთხრა მათ არა ბიჭებო ტყუილი არ ივარგებს ტყუის მოკლე ფეხები აქვს და თავის დროზე მაინც გამოაშკარავდება თანაც ტყუილი არ არის ვაჟკაცური საქციელი მოდი მივიდეთ მამასთან და გულწრფელად უთხრათ რაც მოხდა მამას ეგ უფრო გაეხარდება და რომც გვეჩხუბოს მაინც ჯობია რომ სიმართლე ვთქვათ ვიდრე დავმალოთ და ყოველთვის გვეშინოდეს ან ეხლა გაიგებს მამა ან ეხლა თამაშის ხალისი დაეკარგა და ელოდებოდნენ მამის დაბრუნებას და აი დადგა საღამოც მამა სამუშაოდან შინ დაბრუნდა დანაშაულის აღიარების დრო რაც უფრო ახლოვდებოდა ბავშვების მღელვარება კიდევ უფრო მატულობდა. საღამოს ოჯახი ერთად ვახშმობდა ხოლმე. ვახშმის დასასრულს უფროსმა იოანემ გაბედა და უთხრა მამას. მამი, იცი დღეს ჩვენ სარდაფში ვიყავით და რამდენიმე ბოთლი ღვინო გაგვიტყდა. შეგვეშალა, არ უნდა ჩავსულიყავით სარდაფში სათამაშოდ. ამის თქმა იყო და ბავშვები გაისუსდნენ. ელოდებოდნენ რა სიტყოდა მამა. შეამჩნიეს თითქოს მამას ბრაზი მოერია და კიდევ უფრო დაიძაბნენ. ბოლოს მამამ იოანეს თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: არა უშავ შვილო, ეგ ღვინო მაინც თქვენს დასალოცად მინდოდა, მაგრამ სხვა დროს გაფრთხილდით. გაიქეცით ახლა ითამაშეთ. ბავშვებმა შვებით ამოისუნთქეს. უწინდელი ხალისი დაუბრუნდა და სათამაშო წასვლა დააპირეს. მამამ გააჩერა ისინი და უთხრა: გახსოვდეთ რომ ჩემი ვალი გექნებათ. ბიჭები სიხარულით წამოვიდნენ და თამაში განაგრძეს.
თამაშის დროს ივანემ უთხრა თავის ძმებს. აი ხომ ხედავთ, სიმართლის თქმა რამდენად უკეთესია. ახლა რომ დაგვემარა, ყოველ დღე შიში უნდა ყოფილიყავით და გვენერვიულა სანამ მამა გაიგებდა. ახლა კი მამამ უკვე იცის ეს ამბავი, გვაპატია და ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. აი, რომ გაამჟღავნებ რაღაცა დანაშაულს და რომ გაპატიებენ, შვებით ამოისუნთქებ, აღარ გაწუხებს, იცი რომ ამის გამო აღარანი გეჩხუბება. მაგრამ მრავალზე საუბრობდა მამა, მამამ ხოლმე ჩემი ვალი გექნებათ. ჩაერია საუბარში ლუკა. ან როგორ უნდა გადავიხადოთ, ის ხომ ტყუილად არაფერს ამბობს. ჩვენ როგორ შევძლებთ ღვინოს ჩასესხებას? ან რა ვიცით ღვინის დაყენებისა? ივანემ უთხრა გიორგის. წადი კითხე რას გულისხმობდა მამა და როგორ უნდა გადავიხადოთ ვალი. როდესაც გიორგი მკითხა მამას, მამამ უპასუხა: ვალი ღვინით კი არა, სიყვარულით უნდა გადაიხადოთ და ერთმანეთს უნდა აპატიოთ. თუ კი თქვენ შორის რაიმე უსიამოვნება მოხდება. ბიჭები წამოვიდნენ და ერთმანეთში მსჯელობდნენ. მამას მიმართ გავიგეთ როგორ უნდა გადავიხადოთ ვალი, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადოს ადამიანმა ვალი ღმერთის მიმართ, რომელიც ამდენ ცოდვას პატიობს ყველა ადამიანს. მართლაც რითი უნდა გადაიხადოს ადამიანმა ღმერთის ვალი? ამის პასუხს ჩვენ მათეს სახარების 18 თავში გავიგებთ, სადაც წერია იგავი უმოწყალო მევალეზე. ჩვენ ვერ გადავიხდით ვალს ღვთის წინაშე, თუ მთელი გულით არ ვაპატიებთ ერთმანეთს. ეს ერთადერთი გზა ვალის გადახდის. მოდი ახლა განვიხილოთ ეს ამბავი. მოდი ჯერ ის ვთქვათ, ჩვენ აქედან რა მოგვეწონა და რა დაგვამახსოვრდა. მე ის მომეწონა რომ სიმართლე თქვეს და არ დაუმანდეს მამას და ის დამამახსოვრდა ყველაზე კარგად რომ სიმართლის თქმელი ბავშვები იყვნენ და ბავშვები იყვნენ და მსჯელობა რომ დაიწყეს როგორ უნდა გადავიხადოთ ვალი. მე ყველაზე მეტად მომეწონა რომ ივანემ ყველაზე დიდმა ძმამ ცუდი ქცევა არ განიზრახა და პირიქით კარგისკენ მიმართა განზრახვა. მე ის მომეწონა და დამახსოვრდა რომ ივანე ტყუილს არ აეუბნეოდა და თავისი ძმები რაც უფრო ცუდ რაღაცას ეუბნეოდნენ ის არ თანხმდებოდა. მე ის მომეწონა და ის დამახსოვრდა რომ ამ ბიჭებმა ტყუილი არ თქვეს. მამამ რო შვილებს კარგად უთხრა და რომ არ ეჩხუბა და რო უთხრა რომ ღვინო მაინც თქვენს დასალოცად მინდოდა. და ამ დროს ბავშვებს ხო უხარიათ ხოლმე. მამა რო არ ეჩხუბება, რო ელოდებიან, რომ ეხა მამა გვეჩხუბება, რაღაცა გაგვიბრაზდება და მამა რო არ ეჩხუბება, ხო უხარია. ესე იგი, ეგ თან იცი რას გვასწავლის? ჩვენ რო ვინმე რამეს დაგვიშავებს და ესე იგი ისიც ხო ელოდება, რომ ჩვენ ვეჩხუბებით. დავუშვათ ვიღაცამ სათამაშო გაგვიტეხა. ვიღაცამ ჩვენი შოკოლადი შეჭამა. ვიღაცამ რაღაცაი ბურთი ჰქონდა და გაგვიხეთქა. და ეხა ხო ელოდება რომ ჩვენ რო გავიგებთ, აი ბავშვები ვართ ხო და ჩვენ რო გავიგებთ, აი თქვენ რო გაიგებთ, გონია რომ ეხა შენ გაუბრაზდები, ეჩხუბები, წახვალ დააბეზღებ დედასთან თუ მასწავლებელთან თუ სხვასთან და შენ რო მიხვიდე და უთხრა რომ არა უშავს, რა მოხდა, ხდება ხოლმე. ხო იმასაც გაეხარდება. აი შენ რო აპატიებ ადამიანს, ხო გაეხარდება. მამამაც ხო ეგ უთხრა, ვალი მაგითი უნდა გადაიხადოთ, რომ ერთმანეთში რაღაც უსიამოვნება მოგიხდებათ, უნდა აპატიოთ. ტექსტმა ის გვასწავლა რომ რამე თუ დააშავე, არ უნდა დამალო და უნდა უთხრა. უნდა აღიარო ვაშკაცურად, უნდა გამიწყდა ერთხელ და წყალი რო გადმოვიდა, მაგიტო დედას მოატყუე რა, არაფერი არ მიქნია მეთქი და მე რო გაიგო, მაგიტომ ეჩხუბა და მე მაგის მერე სულ ვეუბნაოდი და მე თვითონ მივიდოდი და ვეუბნაოდი რომ დედა მაპატია და ეხლა გამიწყდა მეთქი და დედას პატიობდა და ზუსტად იგივენაირად წერია ამ მოთხრობაშიც. ის კარგია რომ მამას უნდოდა რომ შვილები დაელოცა და შვილებისთვის ინახავდა დასალოთ თან ახლა რო დაფიქრდნენ რომ ეჩხუბა მამას რა იქნებოდა რა ის ღვინო გაისებოდა
მაგრამ ნახე იმ ღვინის გატეხვამ რამხელა სულიერი სარგებელი მისცა ამ ბავშვებს. ერთი ის რომ იქ აღარ ჩავიდოდნენ სათამაშოდ, ერთხელ რომ შეეშალათ და ესეთი რამე მოხდა. მეორე კიდე თვითონაც რომ ვინმე რამეს დაუშავებდათ, ხო მიხდებოდნენ, აი მამამ რო გვაპატია, ჩვენ როგორ გახარებულები წამოვიდით, მოდი ჩვენც ვაპატიოთ, ესე იგი, მამისგან მაგალითს ისწავლიდნენ. და თუ ეხლა მამა ადგებოდა და ბავშვებს ეჩხუბებოდა, მერე შეიძლება ამ ბავშვებსაც ვინმე რამეს რო დაუშავებდა, იმათაც ეგრე ეჩხუბოთ სხვისთვის. რაც შეიძლება ჭკვიანად იქნებოდნენ, რომ არ გაეტეხათ და მამაც იძულებული აღარ გახდებოდა, რომ ვალი ერთქვა მაგის. თავარი ის კი არა, რომ ჩვენ ამის გამო გვეჩხუბებიან თუ არ გვეჩხუბებიან. ეხლა წარმოიდგინეთ. ღვინო რომ დააყენოს კაცი. იცი რამდენი უნდა იშრომოს. ჯერ აი ვაზი უნდა ჩაყაროს. მერე უნდა ეს ამოვიდეს, უნდა ხშირად მორწყოს. მერე უნდა გასხლას ხშირად. უნდა გაფუჭკნოს, უნდა შეწამლოს. მერე ყურძენი მოვა, რამდენჯერმე უნდა მოწამლოს ეს ყურძენი, რომ ჯანმრთელი ყურძენი მოვიდეს. მერე ეს უნდა დაწუროს, ესე იგი. რო დაწურავს, უნდა მერე რამდენჯერმე გადაიღოს, ანუ მოფერება უნდა, რამდენი შრომა უნდა, იცით, აი ამ ვენახის მოვლას და ყურძნის მოვლას, მერე ღვინის დაყენებას ძალიან დიდი შრომა უნდა და აი ეს შრომა უნდა დააფასო. ის კი არა, რომ იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რომ მამა გეჩხუბება. იმისი უნდა გეშინოდეს, რომ მამა მამდენი რო იწალა, ხო მისი შრომა წყალში უნდა ჩაიყაროს. და მარტო მამაზე კი არა, ყველაზე დედამ რაღაცა საჭმელი გააკეთა დედამ. წავიდა, ჯერ სიტყვაზე ვამფაი, იმუშავა რომ იქ ხელფასი აიღო, ხო? მერე წავიდა შენთვის ის ბოსტნეული იყიდა თუ სხვა რაღაცა, დროც გამონახა, გააკეთა. შეიძლება ხამი არც კი ძინებია იმის გამო, რა ის გაეკეთებინა. და გაგიმზადა შენ საკვები და მოგიტანა და შენ ამბობ რომ არ მინდა. აი წარმოიდგინე, ხო გული უნდა ატკინო ამის გამო. ანუ სხვისი ნაშრომი რო ვერ დააფასო. შეიძლება ვიღაცას ეშინოდეს რომ დედა მეჩხუბება და იმიტომ ადგეს და შეჭამოს, მაგრამ უკეთესია თუ იტყვის რომ დედამ ამდენი იშრომა იწალა და მოდი ავდგები და სულ არ მინდოდეს, სულ არ მიყვარდეს. როგორ უთხრა უარი აი ამ ნაშრომზე და ნაწოლებზე უარი როგორ უთხრა გესმით? აი გარი ადამიანისთვის დიდი ღირსება. აი მაგას რო გაითვალისწინებს, მე შეიძლება არ მინდა, მაგრამ მოდი დედის ხათრით, დედის სიყვარულით რომ მან ამდენი იშრომა ჩემთვის და გააკეთა, ავდგები და შევჭა. დედასაც გავახარებ. თან ამხელა ვაშკაცური საქციელი იქნება ეგ. გესმით რაზე? ან დაუშვათ აი მეგობრის რაღაცა ნივთი არ უნდა გააფუჭო, მან რო იშრომა გააკეთა რაღაცა. ზოგჯერ ვებორო საჭმელს ვიმზადებს, ვაგნები არ მინდაო და მე ვხვდები რომ ნაშრომს უშლი და ყველად აკეთებს საჭმელს, ამიტომ წამოით. შევაჯამოთ, აბა ერთი წინადადებით, ერთი სიტყვით, აი. ანა. რა შეტყობი? რა გვასწავლა ამ ყველაზე მთავარი? ჩვენ ამ მოთხრობამ გვასწავლა, რომ ყველას ნაშრომი უნდა დავაფასოთ და არ უნდა მოვიტყუოთ. უნდა ვაპატიოთ. ამ მოთხრობამ გვასწავლა, რომ სიმართლე ყოველთვის გაისაქციელი გამი. ამ მოთხრობამ გვასწავლა, რომ ტყუილი რაც უფრო არ უნდა დავმალოთ, მაინც გამომჟღავნდება. ტყუილს მალავ მით უფრო იტყვი რომ რა ჩავიდინეო და ინერვიულებ რომ მამა შეიძლება მეჩხუბოსო და როცა არ მალავ მოგეშვება გულზე და ისე შეგიძლია ითამაშო ოღონდ ფრთხილად. ვასწავლის იმას რომ ტყუილი არ დაიმალება მაინც და ის შენი სანერვიულო იქნება თავის დროზე. ჯობია რომ აღიარო გულწრფელად. მეორე სხვის ნაშრომს უნდა გაუფრთხილდე და მესამე რომ შენს თუ ვინმე რამეს გაწყენებს, შენც უნდა აპატიო და ისიც უნდა გაახარო, ეგრე არ არის? დიახ. კარგი, ჩემო ძვირფასებო, დღეს ამითი დავასრულოთ. მომავალ შეხვედრამდე.